ამარ შორის ერთი ხშირად ტირის, მეორე არა. შენი მიზანია ვიდეოს ბოლომდე გამოიცნო რომელია. ბოლოს როდის იტირე და რაზე? 31 აგვისტოს ვიტირე ბოლოს იმაზე, რომ საფხული მორჩა. ეს გავიაზრე. ბოლოს ვიტირე გუშინ, იმიტომ რომ what was I made for ჩამერთა და მაქსიმ ღერაზე სუმეტირება. რომელ ფილმზე ტირი ხარ ყოველთვის? პიანისტი. პატარა ქალებზე ვტირი, აი სულ. რა რეაქცია გექნება ვინმემ შენს გვერდით რომ იტიროს? შევეცდები რომ დავამშვიდო, მაგრამ თავს ალბათ ცოტა არაკომფორტულად ვიგრძნო. არ ვიცი, გააჩნია ვინ ტირის, შეიძლება მეც ტირის დავიწყო. თვლი თუ არა რომ ტირილი სისუსტის ნიშანია? არა. არა საერთოდ. გახასიათებენ თუ არა შენი მეგობრები როგორც ემოციურ ადამიანს? ჩემი მეგობრები არა, მაგრამ მე ვთვლი რომ ვარ ემოციური. კი, თან ძალიან. შეგიძლია თუ არა ტირილის შეკავება? არა. ძალიან როუცადო არა. არა შანსი არ არის. გიტირია თუ არა TikTok-ის ედიტზე? TikTok-ის ედიტზე არა, მაგრამ ჯარისკაცები რო ბრუნდებია ხოლმე სახლში მაგვედევა ვზავტირი ხო. კი, ბოლოს ვიტირე Axl Rose-ის და Slash-ის ედიტზე. ტირი თუ არა ფილმებში ცხოველი რომ კვდება? აჩიკო, კი. ყოველთვის. კი, სულ. გიტირია თუ არა სიბრაზისგან? კი, სხვა შორის ყველაზე ხშირად ბრაზილს გამტირი ხოლმე. კი, ძალიან ბევრჯერ. ახლა უნდა გამოიცნო რომელი ტირის ხშირად. შენი პასუხი მონიშნა ეკრანზე. 1 2 3 1 ნაბიჯით წინ.